პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დღეს ციხეს 88 პატიმარი დატოვებს. 27 კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით სულ 699 განაცხადი იყო შესული, საიდანაც 115 დაკმაყოფილდა. შეწყალებულებს შორის 7 არასრულწლოვანი და 1 ქალია. ასევე გათავისუფლებულთა შორის მოხვდნენ ისეთი მსჯავრდებულები, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, ნარკოდანაშაულისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის იხდიდნენ სასჯელს. სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებულ პირებს შორის არიან მოქალაქეები, ის მსჯავრდებულები, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ქურდობის, ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების შენახვა შეძენის. ეს საკმაოდ მტკივნეული თემა იყო, მაგრამ ჩვენ კომისიამ შევთავაზეთ პრეზიდენტს რეკომენდაციები და პრეზიდენტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება,